საფრთხობის მიზნით სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება იყო დღეს მარნეულში, სადაც ხმის მიცემის პროცესი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა, მათ შორის 59 უბანზე, სადაც საამ კენჭის ხრის საერთოდ შეწყვეტა მოითხოვა. დღის ბოლოს ასევე ხმაური იყო 57 საარჩევნო უბანზე, სადაც სამართალდამცავების გამოძახება გახდა საჭირო. რუსნელ ლოლაძე ჩაგვართვება ახლა მარნეულიდან ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში რუსუდან, როგორ ჩაიარა ხმის მიცემის პროცესმა მარნეულში. Დიახ, პირველ რიგში გეტყვით, რომ 57 უბანზე ინციდენტი უკვე ამ დროისთვის ამოწურულია. უბანი ზუსტად 8 საათზე დაიხურა და ამ წუთებში მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში. თუმცა ჩვენი აქ მოსვლის მომენტში აქ იყოფებოდა პოლიციის 2 ეკიპაჟი, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიისა და უბნის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ცდილობდნენ აქ პროვოკაციის შემოტანას და სიტუაციის დაძაბვას, მათ რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ უბანი დაეტოვებინათ, არ დამორჩილების შემდეგ კი იძულებული გახდნენ, რომ საპატრულო პოლიციისთვის გამოეძახებინათ. თუმცა თავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ისინი უბნიდან უკანონოდ გააძევეს. მაძებენ, იმიტომ რომ შემოვიდა მომრჩეველი, მოუთხოვე პირადად ეჩვენებინა და თუ სტორგრაფაში აწერდა ხეს სამაგიდოს წინაშე ამასთან დაკავშირებით გამოთქვეს პრეტენზია, რომ არ გაქვს ამის უფლება და რისი უფლებაც მე აბსოლუტურად მაქვს. ამიტომ შეადგინეს აქტი, უნდა ჩემი გაძევება. მაგრამ ფაქტი არის სხვა რამე. ამ უბანზე იგებს ნაციონალური მოძრაობა ვაშაძე და ამ უბანზე უნდა გაყალბება. ამიტომ არ უნდა რომ მე აქ დავესწრო ხმის დათვლის პროცედურას. პოლიცია გამოიძახეს, დაავალა მამუკა ნავერიამმა, დააძალა კომის თავმჯდომარეს, რომ გინდა თუ არა გამოიძახე. ეს არის კანონდარღვევა. არ ქონდა უფლება მამუკა ნავერიას მითითება მიეცა კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის რო ჩვენ გავეძებებიეთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოლქის წევრი შევიდა თავის დამკვირვებელთან ერთად, რომელიც რო დაიწყო ხმაური, უთხრეს გააფრთხილეს, რომ ხელს ნუ შეგვიშლით და არ დაემორჩილა ესეთ განმარტებას და გამოაძევეს გამოძევების აქტით. მიუხედავად არაერთ ხელმოწოდებისა, მათ არ გაითვალისწინეს ფაქტიურად ბლოკირებული იყო საარჩევნო პროცესი, შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება კომისიამ, რომ ისინი გამოეძევებინათ უბნიდან. მარნეულის 90-ვე საარჩევნო უბანი ზუსტად 8 საათზე დაიხურა. მინდა გითხრათ, რომ თუ არ ჩავთვლით მცირე გაუგებრობებს, რომლებიც მოხდა 52 და 59 უბნებზე, მინდა გითხრათ, რომ უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა მარნეულში, არ დაფიქსირებულა სხვა არანაირი ექსცესი. საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 15 საჩივარი და როგორც საოლქოს თავმჯდომარე აცხადებს, ეს საჩივრები არის ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე და ის საერთო ჯამში გავლენას არჩევნების საერთო შედეგზე არ მოახდენს. მთელი დღის განმავლობაში მარნეულში ასევე განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა სამართალდამცავების, მოგვიანებით გაკეთდა განმარტება, რომ სამართალდამცავები აქ იმყოფებოდნენ პოლიციის შენობაში და მის ეზოში იმყოფებოდნენ უსაფრთხოების მიზნით. რაც შეეხება აქტივობას, მინდა გითხრათ, რომ აქაც განსაკუთრებულად მობილიზებული იყო დღეს ამ მომრჩეველი და წინა ტურთან შედარებით გაცილებით მეტი ამომრჩეველი მოვიდა საარჩევნო უბნებზე და როგორც საოლქოში აცხადებენ 42%-ზე მეტმა გააკეთა საკუთარი არჩევანი. თამთამ. გმადლობთ, რუსუდან ლოლაძე მოგვეწოდა ბოლო ინფორმაცია მარნეულიდან.